მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება საჯარო ტაროს სეანსი. თემაზე რა ეტაპს გადიხართ ახლა? ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? ანუ სიახლეები, ახალი ენერგიები. რას გაუშვებთ, რა წავა და რა შემოვა? სანამ უშუალოდ საჯარო, ასე ვთქვათ, ტაროს სეანსის ვარიანტების გაშლას დავიწყებდი, მანამდე ერთი ნიუსი მინდა გავაჟღერო, რომ მომდევნო კვირიდან, უკვე ორშაბათიდან, ჩემს Instagram პროფილზე ყოველკვირეულად, ყოველ ორშაბათ დღეს დაიდება ვიდეოები ყოველკვირეული ტაროს პროგნოზების შესახებ. ასევე ვარიანტების გაშლით, რა თქმა უნდა, ასე რომ ვინც არ ხართ ჩემს Instagram პროფილზე და არ გამოგიწერიათ ჩემი გვერდი, თუ დაინტერესებული ხართ, რა თქმა უნდა, ამ კონტენტით, რომ მოისმინოთ ყოველკვირეული ტაროს პროგნოზები ჩემგან, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Instagram გვერდი, მე ჩემი პროფილის, Instagram პროფილის ლინკს დავდებ ამ ვიდეოს კომენტარების ველში. და შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, იქაც მოისმინოთ ხოლმე ეს ჩანაწერები და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ყოველკვირეულ თემებთან თუ საკითხებთან დაკავშირებით. ვინაიდან ტექნიკურად ძალიან დიდი დრო მიაქვს, ვინც ასე ვთქვათ, ბლოგერობით ან სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე აქტიურობით არის დაკავებული, ყველა დამემოწმება, რომ საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული აი ამ ვიდეო კონტენტის თუნდაც ატვირთვა, დაედიტება, გამოქვეყნება ხო სხვადასხვა პლატფორმებზე, ამიტომ ასეთი იდეა მომივიდა, რომ შედარებით მოკლე ჩანაწერები განვათავსა ხოლმე უფრო Instagram-ზე, ხოლო დიდი ვიდეოები, რომლებიც ტექნიკურად ვერ ხერხდება, რომ იყოს Instagram-ზე ატვირთული, ძირითადად გამოქვეყნდება ხოლმე ჩემს Facebook გვერდზე ან ასევე YouTube არხზე. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი შეხვედრის, დღევანდელი შეხვედრის თემას, როგორც ხედავთ, აქ ვარიანტები მე დალაგებული არ მაქვს, გაშლილი არ მაქვს ტარო, აქ თქვენ ხედავთ სამ სანთელს. ეს არის წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის სანთლები, ეს არის ვარიანტები, წითელი გახლავთ პირველი ვარიანტი, მეორე გახლავთ ყვითელი სანთელი მეორე ვარიანტი, ხოლო მესამე მწვანე გახლავთ მესამე ვარიანტი. მინდა წინასწარ გავმარტო, რომ ფერებს ამ შემთხვევაში თვითონ უშუალოდ პროგნოზის შინაარსობრივი თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ აქვს. ამაზე გვესაუბრებიან ტაროს არკანები, რაც ამოვა მთლიანი დასტიდან, რა არკანებიც ამოვა, იმის შესაბამისად ვისაუბრებ, უბრალოდ მეტი კონცენტრაციისთვის მოვიფიქრე ასეთი რამ, რომ თითოეული ვარიანტი ამ დღევანდელი პროგნოზების გავშალო მთლიანი ტაროს დასტიდან, ამიტომ წინასწარ არ მომეყვა არკანები და ასე ვთქვათ, სამად არ გაიყოს. მთლიანი, ასე ვთქვათ, 78 არკანი, მოგეხსენებათ ტარო შედგება 78 არკანისგან. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, რომ სანთლების მეშვეობით გაგეკეთებინათ არჩევანი აი ამ სამ ვარიანტს შორის. თუ უკვე გააკეთეთ არჩევანი, მე ავიღებ ამ სანთლებს, რომ ადგილი გამოვან თავისუფლო და მთლიანი ტაროს დასტიდან, ასე ვთქვათ, გავაკეთებ გაშლას და ეს რა თქმა უნდა დავიწყებ, ასე ვთქვათ, პირველი ვარიანტით, ხო? ტრადიციულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე. პირველი ვარიანტის პროგნოზი, რა ეტაპს გადიხართ ახლა ცხოვრების, რა წავა თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ანუ რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. რა ეტაპს გადიხართ ახლა? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში?
როც ასე ვთქვათ, პირველი სამი ვარიანტი, სამი არკანი მიგვითითებს, თქვენ ამ ეტაპზე საკმაოდ საინტერესო რაღაც ისეთ შემეცნებით, თვით ჩაღრმავებით პროცესს უნდა გადიოდეთ თქვენს თავთან, რა თქმა უნდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ასოციალური ადამიანი ხართ, ან სამეგობრო არ გყავთ, ან წრე არ გაქვთ ისეთი, სადაც თქვათ შეგიძლიათ დროის გატარება, საკუთარი პიროვნების წარმოჩენა, სამეგობრო წრეში გართობა, თუნდაც ესეც ჩანს, რომ ნამდვილად თქვენ საკმაოდ აქტიური ადამიანი უნდა ბრძანდებოდეთ და ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე ჩანს, რომ სამეგობრო წრეც გყავთ, რაღაცა თქვენი პატარ-პატარა გამარჯვებებით ტკბობაც შეგიძლიათ, საკმაოდ ინტელექტუალური და შემეცნებითი აზროვნების მქონე ადამიანს უნდა ვხედავდეთ წესით ახლა. ან ამ ეტაპზე თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ აქტიურად ამ თემებით. აქ ერთდროულად იცით როგორი მოცემულობა ჩანს, რომ აქ ჩანს ადამიანი, რომელიც საკმაოდ სოციალურია, საკმაოდ მეგობრულია, აქტიურია სოციუმში, მაგრამ ამავდროულად აქვს პერიოდები, როდესაც რჩება საკუთარ თავთან მარტო და საკუთარ ქვეცნობიერში ჩასვლით, ჩაღრმავებით მოგზაურობს საკუთარ თავში და შეიმეცნებს საკუთარ თავს. ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც მშვენივრად შეუძლია საკუთარი საზღვრების დადგენა, ხო? კი ბატონო, ურთიერთობები საჭიროა, სოციალურობა საჭიროა, ეს თქვენ მშვენივრად გესმით და ამავდროულად არა მხოლოდ გესმით, არამედ ახორციელებთ კიდეც თქვენს იმ საზოგადოებაში, სადაც ტრიალებთ, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ განმარტოების გარკვეული პერიოდებიც გექნებათ ხოლმე. იმისთვის, რომ ძალები აღედგინოთ, იმისთვის, რომ ისევ აღივსოთ სულიერი ენერგიებით და ისევ დაუბრუნდეთ სოციუმს. ამავდროულად, მე ვფიქრობ, რომ თქვენს სამეგობრო წრეში თქვენ უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, შეფასებული, დანახული თვითონ თქვენი მეგობრებისგან, როგორც ძალიან ჭკვიანი, ინტელექტუალური და გარკვეულწილად სადღაც ეს თქვენც იცით და მათაც იციან, რომ თქვენს წრეზე გაცილებით უფრო შესაძლოა გონიერი, ინტელექტუალური, ჭკვიანი, შინაგანი სიბრძნის, ასე ვთქვათ, შინაგანი სულიერი სიბრძნის და შინაგანი, ასე ვთქვათ, სულიერი თუ შეიძლება ასე ითქვას, სინათლის, ისეთი სინათლის მატარებელი ადამიანი ხართ, რომელიც ასე მასიურად ყველაში არ არის. აი ასეთ მოცემულობას გვაძლევენ არკანები. რაც შეეხება შეკითხვას თუ რა შემოვა, რა წავა და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, აქ უკვე ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო მოცემულობას. არ ვიცი, შესაძლოა ეს უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ან მოხდეს უახლოეს მომავალში, რომ რაღაცა სერიოზული გაფართოება მოხდება თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს შესაძლებელია იყოს ფულადი ჯილდოს მიღება, ან რაღაცა კონკურსში გამარჯვება, ან რაღაცა უცხოეთის თემებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომელიც თქვენს მასშტაბურობას, თქვენს მსოფლმხედველობას კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს. რაღაცა უცხოურ კავშირებზე გასვლაც შესაძლოა ან უკვე მოხდა, ან აწმყოში არის ეს მოცემულობა თქვენს ცხოვრებაში, ან უახლოეს მომავალში შესაძლოა დადგეს ესეთი საკითხი თქვენს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში დღის წესრიგში. თუმცა ამავდროულად გარკვეული ილუზორულობის ელემენტები ჩემოდის ამ ყველაფერთან ერთად, თითქოს არჩევანის გაკეთება გიჭირთ, თითქოს რაღაცა გარკვეული ბუნდოვანება ახლავს ამ პროცესს, ამ სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში, რაც გირთულებთ გადაწყვეტილების, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს, გაკარგვინებთ თითქოს და რაღაც აი ბურუსივით არის ამ ყველაფერთან დაკავშირებული და ერთგვარი შიშებით, რომ ვაი თუ სწორი გადაწყვეტილება ვერ მივიღო, ვაი თუ რაღაცა შემეშალოს. საბოლოოდ მაინც მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სწორი დანახვა და სწორი შეფასება სჭირდება თქვენის მხრიდან, იმიტომ რომ ის შანსი, რომელსაც სამყარო გაძლევთ, აი ნახეთ, აქ ჩვენ ვხედავთ. ეს არის პენტაკლების ტუზი, ხელები, რომელშიც ასე ვთქვათ, მონეტაა, ხო? ეს არის შანსის მდგომარეობა, შემოთავაზება სამყაროსგან და რატომ ვამბობ სამყაროსგან, აქ ჩვენ ვხედავთ
სამყაროს არკანს, სამყაროს. ეს არის ერთგვარი შემოთავაზება, რომელსაც აუცილებლად გაგიკეთებენ თუ არ გაუკეთებიათ დღემდე, ასეთი შემოთავაზება მოხდება თქვენს ცხოვრებაში და ამას სჭირდება სწორი ანალიზი, სწორი შეფასება და მომენტის გამოყენება, ხო, სწორ ადგილზე რომ სწორ დროს რომ სწორ ადგილზე აღმოჩნდება ადამიანი, იმას სჭირდება იმ მდგომარეობას, იმ მომენტს გამოყენება, ხო? იმიტომ რომ არ იქცეს ეს ყველაფერი ხელიდან გაშვებულ შანსად. და ამ შემთხვევაში ის გარკვეული ბუნდოვანების მდგომარეობა, რომელსაც გვაძლევს ეს თასების 7-იანი, ხო? ერთგვარი ილუზიები. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი სწინუდებს რამდენიმე თასი და ფიქრობს, რომელი უნდა აიღოს, რომელი უნდა გახსნას, გადმოატრიალოს და ხომ არ დაუშვებს შეცდომას. აი ესეთ მდგომარეობაში თუ იმყოფებით, მაშინ აუცილებელია ამ შანსის სწორად შეფასება, რომელიც მოგეცემათ და სწორად დანახვა და გამოყენება იმისთვის, რომ რაღაცა მომენტი არ გაუშვათ ხელიდან, ხო? და რაც შეეხება სიახლეებს, თუ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, სიახლეები შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან და აი გზასთან ან კონკრეტულ ორ არჩევანთან დაკავშირებულ თემასთან, ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელიც რაღაცა ორ მდგომარეობას შორის საჭიროებს არჩევანის გაკეთებას. თუ თქვენ ასეთი მოცემულობა გაქვთ, მაშინ აუცილებელია თქვენი შინაგანი სიბრძნე, რომლითაც ნამდვილად რომ დაჯილდოებული ბრძანდებით, აი აქ ჩვენ ვხედავთ ქალს ამ შემთხვევაში, რომელიც ფიქრობს იმისთვის, რომ რაღაცა სწორი, გამართლებული გადაწყვეტილება მიიღოს იმისთვის, რომ დადგეს სწორ გზაზე, ხო? თუ თქვენ გეშინიათ იმის, რომ ამ შეცდომის შედეგად შესაძლოა გული გეტკინოთ, ვიღაცაებმა, რაღაცა კონკრეტულმა ადამიანებმა იმედები გაგიცრუონ, ან თუ ეს არჩევანი დაკავშირებულია კონკრეტული თქვენთვის სასურველი საყვარელი ადამიანთან განშორებასთან, ან თუნდაც დროებით ურთიერთობის წყვეტასთან, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ლოგიკური აზროვნებით, ლოგიკის ჩართვით, ცივი გონების ჩართვით, იმიტომ რომ ხმლების ტუზი, რომელიც ამ შემთხვევაში ამოდის აქ, ხომ, ეს არის ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანი, ლოგიკით მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ნებისმიერ საკითხს და ნებისმიერ თემას თავისი ცხოვრებისა უდგება ცივი გონებით და ასე ვთქვათ, ღრმა შინაგანი ჭვრეტით წყვეტს ნებისმიერ თემას, რომელიც შემოდის მის ცხოვრებაში. ამიტომ ამ შემთხვევაში შიშები მე ვფიქრობ, რომ გვერდზე უნდა გადადოთ და ჭარბი ემოციებიც ასევე გვერდზე უნდა გადადოთ და მაქსიმალურად ეცადოთ, რომ ის შანსი, რომელსაც გთავაზობთ სამყარო, თქვენი ყოყმანით, თქვენი ვთქვათ, ილუზიებში ყოფნით, ან ემოციებით, ჭარბი ტოქსიკური ემოციებით არ გაუშვათ ხელიდან და მაქსიმალურად ეცადოთ, რომ ის გამოიყენოთ ის შანსი, ის შესაძლებლობა, რომელსაც სამყარო გთავაზობთ და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შემოთავაზებას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ იყენებს, რა თქმა უნდა, მერე დროის სვლასთან ერთად ადამიანი იმედგაცრუებული რჩება და მერე ნანობს, ხო, სანანებელი უხდება, რომ რატომ არ გამოიყენა ის მდგომარეობა, რატომ არ გამოიყენა ის შანსი, რომელიც თავის დროზე მიეცა. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთლიანი კარტები გვესაუბრებიან, საკმაოდ დადებით სურათს გვიხატავენ. პირველ რიგში ეს არის თქვენი ინტელექტუალიზმი, თქვენი გონებრივი შესაძლებლობები, თქვენი ფართო კავშირები და ის შანსი, ის რაღაცა იღბლიანი მომენტი, რომელიც დაკავშირებულია არჩევანის თემასთან, გადაწყვეტილების მიღების თემასთან, რომელზეც შესაძლოა უკვე ბევრს ფიქრობდეთ, ამიტომ აქ უკვე მთავარია, რომ თქვენი პირადი ინტერესებიდან, თქვენი სულიერი ზრდისთვის, თქვენი ცხოვრების ზრდისთვის, თქვენი მასშტაბურობის, მსოფლმხედველობის ზრდიდან გამომდინარე, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.
აი ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდა პირველმა ვარიანტმა, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. და ვნახოთ მეორე ვარიანტი რა სიტუაციას დაგვეხატავს, ხომ, რა ვითარებას დაგვეხატავს. რა ეტაპს გადიხართ ახლა თქვენი ცხოვრების? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? და რა შემოვა, რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს შემიძლია ასეთი რამ უთხრა, რომ შესაძლოა თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ერთგვარ ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდეთ. რაც არა მხოლოდ მატერიალურ დონეზე გიქმნით პრობლემებს, არამედ შესაძლოა ემოციურ დონეზეც საკმაოდ ესეთ ქაოსურ და დეპრესიულ ვითარებაში გაგდებდეთ, ხო? ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სამსახურებრივ თემატიკასთან არსებული მოცემულობა, ან ვისაც საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ერთგვარი ჩავარდნა ამ, ასე ვთქვათ, საქმესთან მიმართებაში, საქმიანობასთან მიმართებაში და სიტუაციის ბოლომდე ვერ დანახო, ბოლომდე ვერ აღქმა. თითქოს თქვენს მოცემულობას ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, ბოლომდე ვერ ხედავთ, ხო? აქ შესაძლებელია იყოს ფარული მტრობა, აქ შესაძლებელია იყოს კონკურენციის თემა, ისეთი ადამიანები გყავდათ გარშემორტყმული, რომლებიც ძირს უთხრიდნენ თქვენს კეთილდღეობას, თავისი საქმით, თავისი სიტყვით, თავისი დამოკიდებულებებით თქვენდამი, ხო? ის მყარი ფინანსური შემოსავლები, რომლის მიღებაც თქვენ იდეაში, თქვენი კონკრეტული მოცემულობის გათვალისწინებით სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ, გარკვეული ტოქსიკური ადამიანებით, ტოქსიკური ქმედებებით ამ ადამიანების მხრიდან იბლოკება და თითქოს ერთგვარ აი ხალისსაც კი გიკარგავთ, ყველაფრის ხალის, რაღაცა ემოციურ კრიზისში გამყოფებთ. რომ აი არაფერს აზრი არ აქვს, არაფრის გაკეთებას აზრი აქვს, აქ მაინც არაფერი არ გამომივა, ამ ადამიანებთან ერთად მაინც არაფერი არ გამომივა, მაინც ფუჭია ჩემი შრომა და ჩემი მცდელობები. რაღაც აი ესეთ სიტუაციას ვხედავ ახლა მე ამ შემთხვევაში არსებულ მიმდინარე ცხოვრებისეულ ეტაპთან მიმართებაში. რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? თქვენი ცხოვრებიდან პირველ რიგში სწორედ ესეთი ადამიანები წავდნენ. აი ესეთი ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან ტოქსიკური, მომწამვლელი ადამიანები, თქვენი ფარული მტრები შესაძლოა საერთოდ გეფიცებოდნენ, რა ვიცი, ერთგულებასაც, მეგობრობასაც, თავდადებასაც, მაგრამ რეალობაში მათი ბუნება, მათი ქმედებები თქვენს მიმართ უფრო მათ ქმედებებს უფრო მტრობა თუ შეიძლება რომ დაარქვას ადამიანმა ვიდრე მეგობრობა, ხო? წავლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აი ესეთ ფარულ მტრებს წარმოადგენენ თქვენთვის, რომლებიც თავიანთი ტოქსიკური ქმედებებით, თავიანთი ტოქსიკური საქციელებით ცხოვრების ხალის და ოპტიმიზმს გიკარგავენ. რომლებიც თქვენს შრომას, თქვენს ფინანსურ შემოსავლებს თითქოს აცამტვერებენ, ანადგურებენ, თქვენ შრომას ფუჭად აქცევენ. წავლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აი ასეთ ხელფეხშებორკილ მდგომარეობაში გამყოფებენ და თითქოს გასაქანს არ გაძლევენ, განვითარების შესაძლებლობას არ გაძლევენ, ხომ? თავიანთი ტოქსიკური საქციელები, თავიანთი ტოქსიკური ქმედებებით უკან გხევენ, იმის ნაცვლად, რომ
მეგობარი იქნება, პარტნიორი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, ერთ საქმეში მყოფი ადამიანი იქნება, რაღაცით თქვათ ეს ერთიანობა რას მოითხოვს, ხო? პირველ რიგში ნდობასა და ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს დამყარებული ნებისმიერი ურთიერთობა, იქნება ეს ბიზნეს პარტნიორობა, საერთო რაღაცა საქმის ქონა, თუნდაც პირადი ურთიერთობა, ხო? ესეც არ არის გამორიცხული, რომ აქ შესაძლებელია ტოქსიკურ წყვილში, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში მყოფ ადამიანებსაც ვხედავდეთ, ხო? ესეთი ადამიანი, როდესაც იმყოფება ადამიანი ასეთ ტოქსიკურ ურთიერთობაში, თითქოს საქმიანობის მხრივაც იბლოკება, ხომ? შესაძლოა თქვას ადამიანმა, რომ პირადი ურთიერთობაა სხვა, ხოლო ფინანსები და შემოსავლები და სამსახურია თუ ბიზნესია სხვა, მაგრამ იდეაში ეს ორი რამ ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული, როდესაც ჩვენ ვშრომობთ, გარკვეულ კაპიტალ დაბანდებას ვქნით, გარკვეულ დანაზოგს ვაკეთებთ სიტყვაზე, ხო და ამ დროს პარტნიორი რაღაცა ესეთი მღრღნელივით ძირს უთხრის ჩვენს შემოსავლებს და გვპარავს ჩვენს ფინანსებს, დროს, ენერგიას, ნერვებს, ემოციებს, უკვე იქ მერე ჩავარდნა არა მხოლოდ საქმეში ხდება, არამედ ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთგვარი კრიზისი, დეპრესიული მდგომარეობა და კრიზისი, როდესაც ადამიანი არის ხელფეხშებორკილი და თითქოს გამოსავალიც არ არსებობს, ხომ? ესეთ მდგომარეობაში ვხედავთ ახლა ჩვენ აქ ადამიანებს. მოდით ვნახოთ, რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ხო? ნუ ეს უკვე ლოგიკური გაგრძელებაა, შეიძლება ასეც ითქვას, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც აქამდე ვთქვი. თუ თქვენი ცხოვრებიდან წავლენ ესეთი ტოქსიკური ადამიანები, ტოქსიკური მეგობრები, პარტნიორები, თუნდაც ბიზნეს პარტნიორები, აუცილებლად გამონთავისუფლდებათ რომ და სივრცე იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ ახალი ადამიანები და ჩვენ ვხედავთ ახალ ადამიანებს, ხო ეს არის თასების რაინდი, პენტაკლების მეფე, პენტაკლების 10-იანი, ესენი არიან ახალი ადამიანები, ხო, ჯანსაღი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები, ეს არის ის ენერგეტიკული რესურსი, ის ადამიანური რესურსი, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში იმ შემთხვევაში, თუ იმ ტოქსიკურ მიჯაჭვულობებს და ტოქსიკურ მიჯაჭვულობაში მყოფ ტოქსიკურ პარტნიორებს გაუყენებთ თავის გზას. აქ უკვე ჯანსაღ ემოციურ დამოკიდებულებას ვხედავთ ადამიანებს შორის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ როგორც მატერიალური დოვლათით, ასევე ჯანსაღი ემოციების ურთიერთგაცვლით და ჯანსაღი ცხოვრებით, ხომ? როდესაც ადამიანი ენდობა პარტნიორს, ენდობა თავის ოჯახის წევრს, ენდობა თავის საქმიან პარტნიორს, დარწმუნებულია, გალაღებულია და იმედის თვალით უყურებს მომავალს, ხო? მას შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანების შემთხვევაში სხვადასხვანაირად გადათამაშდეს. ზოგი შემთხვევაში ეს იყოს სასიყვარულო პარტნიორი, რომელთანაც შექმნის მყარ, სტაბილურ ოჯახს, ხო? ეს პენტაკლების 10-იანი მყარი, ასე ვთქვათ, ესეთი მყარ ფუნდამენტზე დამყარებულ ოჯახურ ურთიერთობებს მოიაზრებს. ხო, ასევე რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ეს იყოს მყარი ბიზნეს პარტნიორობა, რაღაცა საერთო თუნდაც საოჯახო ბიზნესის წამოწყება ოჯახის წევრებს შორის. როგორც აღნიშნე, ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური, მაგრამ ჯამში ეს არის დადებითი ენერგიები, ახალი ადამიანური რესურსი, ახალი ადამიანების შემოდინების სახით თქვენს ცხოვრებაში მეორე ვარიანტს ვეუბნები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ თანასწორი, თანაბარუფლებიანი, არა ტოქსიკური, არამედ ჯანსაღი ნდობით სავსე ურთიერთობების ჩამოყალიბებას და როდესაც ადამიანის ცხოვრებაში არიან ასეთი ადამიანები, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო, შეგიძლია ენდო, ვისთანაც შეგიძლია რაიმე საერთო საქმე ააწყო, ხო? ან თუნდაც რჩევა იკითხო ერთ ფასეულ რჩევას, ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია და ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი არის მდიდარი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ კარგ სოციუმს, ჭკვიან მეგობრებს, პატიოსან და ჩვენდამი კეთილგანწყობილ ოჯახის წევრებს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. აი ესეთი ვარიანტი გვიჩვენა სიტუაციის ესეთი განვითარება მეორე ვარიანტმა და ვნახოთ მესამე ვარიანტი. და ბოლო მესამე ვარიანტი ვნახოთ, ხო? რა ეტაპს გადიხართ ახლა მესამე ვარიანტის წარმომადგენლები? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან?
რა წავა თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოვა, რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა სიახლეები შემოვა. მესამე ვარიანტში ჩვენ უფრო რაღაცა ისეთ ცალსახად უფრო მგონია, რომ ეს არის პირადი ურთიერთობის თემა, ან ორი ადამიანის თემა, ორი ადამიანის ურთიერთობის თემა, რომლიდანაც ერთ-ერთი მიდის ამ ურთიერთობიდან. ხო, ესეთ რაღაცა სურათს გვიხატავს. ეს ასე ვთქვათ, არკანები ესეთ ეპიზოდს გვაჩვენებენ. ესეთ ეტაპს გვაჩვენებენ მესამე ვარიანტის წარმომადგენლების ცხოვრებაში, რომ თითქოს ან თქვენი პარტნიორი მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ან შესაძლოა თქვენ მიდიხართ. ყოველ შემთხვევაში აქ ჩანს ადამიანი, რომელიც რჩება მარტო თავის თავთან და თავის მენტალურ კრიზისში, ხო, რაღაცა გარკვეულ ესეთ ნერვიულობაში, მუქ ფონზე, ესეთი ბნელი ფიქრებით მარტო მყოფი ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს გამოსავალს, იმყოფება მარტო და ერთგვარ კოლაფსშია, ხო, ადამიანი, ანუ თითქოს გამოსავალიც ერთი შეხედვით არ ჩანს ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდება მარტო თავის თავთან დარჩენილი, ხო? თითქოს არავინ არ ყავს ამ ეტაპზე გვერდში მდგომი, ვისაც გაუზიარებს ემოციებს, ვისაც გადაუშლის გულს, თუნდაც დაიცლება, ხო? მან ვისგანაც მიიღებს ჭკვიანურ რჩევას, თანადგომას, თანაგრძნობას, ემპათიას, თითქოს აი ამ ემოციურ ტვირთთან და აი ამ ემოციურ კრიზისთან თავის დეპრესიულ ფიქრებთან ადამიანი არის აბსოლუტურად მარტო დარჩენილი და აქედან გამომდინარეც უფრო შესაძლოა რთულად წარმოუდგენია ეს პროცესი, ანუ ამ შემთხვევაში ვესაუბრები მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს, თითქოს აი უფრო რთულად ხედავთ, შემიძლია ასე ვთქვა, უფრო მუქ ფერებში ხედავთ მოცემულობას, ვიდრე შეიძლება ეს ერთის შეხედვით ჩანდეს, რომ იყოს, ხო? რაც შეეხება იმ ვითარებას, თუ რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ჯერჯერობით რა წავა, მოდით ჯერ ეს ვნახოთ, თუ რა წავა თქვენი ცხოვრებიდან, რისგან განთავისუფლდებით, აქ ჩვენ ვხედავთ რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობას, ხო? ეს არის ძალიან სწრაფი, უსწრაფესი ტრანსფორმაცია. ძალიან სწრაფი ტრანსფორმაცია. პირველ რიგში ძალიან სწრაფად დაგტოვებთ თქვენი წარსული, ანუ ის მოცემულობა, რასაც ახლა გადიხართ. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, რა თქმა უნდა, იქცევა წარსულად, ხო? ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში აწყვოს მონაკვეთი, რაც გარკვეული ეპიზოდი გადადის მერე წარსულში და იქცევა მოგონებებად. ამ შემთხვევაშიც ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან სწრაფ, დინამიურ ცვლილებას ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც აბსოლუტურად რადიკალურად იცვლება. ხო, თუკი ჩვენ აქ ვხედავთ, ნახეთ, აი ესეთ ენერგიებში მყოფ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად, აი, მე მგონი ჩანს, აბსოლუტურად ვერ ხედავს გამოსავალს, არის თავის ძალიან ისეთ რთულ ფიქრებში, ხო? და არის მარტო მყოფი, შემდგომ ხდება გარკვეული ტრანსფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხასიათში, ქცევაში, ემოციებში, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე და ის უკვე ჩანს, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირებულია და აბსოლუტურად რადიკალურად სხვა ენერგიებშია, ხო? ეს შეიძლება განაპირობოს, ხა ჩვენ აქ ცეცხლის სტიქიას ვხედავთ, ეს არკანები არიან ცეცხლის სტიქიის მატარებლები, ეს ორივე არკანი, შესაბამისად ცეცხლის არის ქმედება, ეს არის აქტიურობა, ეს არის სისწრაფე, აქედან გამომდინარე შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში მოხდეს გარკვეული ისეთი მოვლენების ისეთი განვითარება, რამაც დაჩქარებული დინამიური განვითარება, რამაც თქვენში მოახდინოს ტრანსფორმაცია და მიხვდეთ, რომ სულაც არა გაქვთ სატირლად და სავიშვიშოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას საქმე, და არც ისე რთულად არის საქმე, როგორც თქვენ ხედავთ, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა და გამოწვევებისა
და რომ წარსული უნდა დატოვოთ წარსულში და დაიწყოთ ცხოვრება ახალი ეტაპიდან, ხო, ეს არკანები, ეს არის აბსოლუტურად ახალი ეტაპი, ახალი ნაბიჯები, სიახლეები, პაჟები და შემდგომ უკვე გადავდივართ კვერთხების რაინდის ენერგიებში, ხო, ანუ ეს არის გარკვეული სვლა ცხოვრების გაგრძელება ახალი საფეხურიდან. ხოლო აღნიშნული არკანი გვესაუბრება სწორედ სწრაფ ტრანსფორმაციაზე და წარსულის სწრაფ მიტოვებაზე. ამიტომ ის თუკი თქვენ გადიხართ რაღაცა ესეთ სიტუაციას ამჟამად და ერთგვარ ემოციურ კოლაფში იმყოფებით, მაშინ ტაროს შეუძლია იმის თქმა თქვენთვის, რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა იმაზე სწრაფად დაგტოვებთ და იმაზე სწრაფად გაანალიზებთ რაღაცეებს და გადახარშავთ საკუთარ თავში, ვიდრე შესაძლოა თქვენ დღეს ეს წარმოგიდგენიათ. და მოდით ნახოთ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ხო? ეს არის თასების დედოფალი, კვერთხების 8-იანი და ხმლების 6-იანი. აი აქ უკვე თქვენ საერთოდ სხვა ენერგიებში იმყოფებით. თასების დედოფალი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი არკანია, ეს არის ქალი, რომელიც ყველაზე მეტად არის ავსე, ასე ვთქვათ, თავის ქალური, ინური ენერგიებით, რომელიც ყველაზე მეტად მიმღებით, თბილი, ლავირებადი, სიყვარულისთვის დაბადებული ქალია, ხო? ანუ თუ თქვენ გარკვეული გულისტკენები გაქვთ, ან გქონდათ სამომავლოდ, როგორც აღნიშნეთ ყველაფერი, წარსულში გადადის, თუ თქვენ გარკვეული გულისტკენები მოგაყენათ თქვენმა ურთიერთობამ, თქვენმა პარტნიორმა და ამის გამო გარკვეულ ემოციურ კრიზისს გადიოდით, გარკვეული პერიოდის და ტრანსფორმაციების გავლის შემდგომ და ამ წარსულის გაშვების შემდგომ თქვენ შეძლებთ, რომ ისევ აივსოთ ახალი სასიცოცხლო ენერგიებით, ისევ აივსოს თქვენი ენერგეტიკული სხეული, თქვენი ჩაკრები იმ სიყვარულის ენერგიებით, რომელიც უნდა იყოს ყველა ქალში იმისთვის, რომ მოიზიდოს პარტნიორი, ხო? სწორი პარტნიორი და არა ტოქსიკური ურთიერთობა. იმისთვის, რომ ქალმა მოიზიდოს პარტნიორი და იმისთვის, რომ ეს იყოს სწორი ურთიერთობა და ამ ადამიანისთვის, ამ ქალისთვის შესაძლებელი პარტნიორი, პირველ რიგში ამ ქალს უნდა ეთოს ის შინაგანი ცეცხლი, უნდა ქონდეს ის ქარიზმა, რა თქმა უნდა ენერგეტიკულ დონეზე და გულისხმობ, ის რაღაცა შარმი, რომელიც სწორედ რომ სასურველს ხდის საპირისპირო სქესისთვის ნებისმიერ ქალს, ხო? აი ასეთი ენერგიებით ავსებულს გხედავთ მე ამ შემთხვევაში, სამომავლოდ აი ესეთი ახალი მაცოცხლებელი ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ თასების დედოფლის ენერგიებში, თასების დედოფლის ასე ვთქვათ, პოზიციაზე დაგაყენებთ. და აქ ჩანს ასევე სხვათა შორის საკმაოდ სწრაფი დაჩქარებული დინამიური, ასე ვთქვათ, მოვლენების ესეთი განვითარება, შესაძლოა ეს იყოს მოგზაურობა, უფრო რაღაცა საჰაერო ტრანსპორტით, უფრო შესაძლებელია ეს იყოს უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, რაღაც ესეთი მხიარულება, მეგობრების წრეში, სასიამოვნო გარემო, ბევრი სიახლე, რაც მთავარია. და ამავდროულად ეს იყოს არა მხოლოდ უბრალოდ მოგზაურობა, ეს შეიძლება იყოს შემეცნებითი მოგზაურობა, რომელიც ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებთ, ბევრ რაღაცას სხვანაირად დაგანახებთ და იმ ჩამქრალ ენერგიებს გამოაცოცხლებს და გამოაღვიძებს თქვენში, რომელიც ყოველთვის გქონდათ, მაგრამ აი ამ გარკვეულმა ტოქსიკურმა პარტნიორმა თუ ტოქსიკურმა ურთიერთობამ დაგიტოვათ ერთგვარი, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული ბლოკები, წყენები, გულისტკენები, იმედგაცრუება, მარტოობის განცდა, დეპრესიულობა, რაც ბლოკავს ადამიანს, ხო, აბსოლუტურად ახდენს მის გაყინვას, სტაგნაციას ერთ მდგომარეობაში და არ აძლევს განვითარების და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის განვითარება, რაც გვაჩვენეს არკანებმა, ამ შემთხვევაში ეს არის საუკეთესო განვითარება, გაანალიზება ყველაფრისა, წარსულის გაშვება მისი და ცხოვრების დაწყება თავიდან უფრო აქტიურად, უფრო
დინამიურად და უფრო სხვა ენერგიებში, ხო, უფრო ამაღლებულ ენერგიებში. აი ესეთი ვარიანტი გახლდათ, მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ ვიდეო და რეზონირდა თქვენთან გაჟღერებული პროგნოზები, ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ და დაალაიქოთ აღნიშნული ვიდეო, ხოლო უფრო დეტალური ინფორმაციისა და პროგნოზებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადი კონსულტაციის დასანიშნად Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში და როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, მე Instagram-ის ლინკს აუცილებლად ამ ვიდეოს დავურთავ და თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Instagram პროფილი, სადაც უკვე მომდევნო ახალი კვირიდან ყოველ ორშაბათ დღეს დაიდება კვირის პროგნოზები, ტაროს პროგნოზები, როგორც აღვნიშნე. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.